ბოლო და ქოქვა ჩემს ხელში 2026 წელი 18 მაისი 900 უკლია 15 წუთი 10 ნახევარზე რუსთავში უნდა ვიყო მაქსიმუმ იხსნება მაგ დროს მომსახურების სააგენტო უნდა გადავუფორმო ბოლოჯერ მოუჭრათ გზები უბანში მოგესალმებით მეგობრებო დაიტონა სულ მალე ოფიციალურად ჩემი აღარ იქნება ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ ალბათ თვითონ მომსახურების სააგენტოში მივხვდები მაგას როგორც წინა ბაიკის შემთხვევაში იყო ძალიან ცუდი შეგრძნება არის ვერ ვიაზრებ იმიტომ რომ ეს კვირა ზედმეტად გადატვირთული იყო გადავიღე რამოდენიმე ეპიზოდი რუსთავში ისედაც რამოდენიმეჯერ მომიწია ჩასვლა მინიმუმ ჩავიწერეთ 9 ტერაბაიტის ზომის მასალა მინიმუმ იმიტომ რომ მაგის მერე უბრალოდ თვლა შევწყვიტე პირობა იყო რომ წელს მაქსიმალურად ვიაქტიურებდი და პირობა უნდა შესრულდეს რომ ავიდეთ 50000 გამომწერზე მოკლედ დღის გეგმა არის ასეთი ჩავალთ რუსთავში იქ მეგობარი დამხვდება კინაღამ გადაიდო გეგმები გადაფორმდება მის სახელზე დროებით რეალურად მისი მფლობელი არის ბათუმში უკრაინელი ყმაწვილი არის უბრალოდ ახლა ჩემი მეგობრის სახელზე გადავაფორმებთ რომელიც ამბიჯს იცნობს და თავადვე ჩაუყანს უკვე ქალაქ ბათუმში ასე რომ ჩემო გამომწერებო ბათუმიდან აჭარიდან ვინც ხართ ამ ბაიკს თქვენთან ხშირად იხილავთ ზამთრის მერე იდო ბაიკი გასაყიდად რამოდენიმე ადამიანმა მოიკითხა მოვიდა ნახა $6000 მედო ფასი მოვიდნენ ტიპები და პირდაპირ მითხრეს ანუ ბაიკს არაფერს არ უწუნებთ იდეალურია უბრალოდ იგივე ფასად გვთავაზობენ 2020-ან 21-იან Kawasaki ZX XCR-ს თვითონვე თქვენს იმ ბიჭებმა რომ აი გვერდ რო ვუყურებთ ამ ბაიკებს ეს უფრო ახლად გამოიყურებაო და ეგრეც არის ვიც მოტოებში ვერ ერკვევით მანქანის მაგალითზე გეტყვით ხო არის BMW ჩვეულებრივი სერია და არის M სერია M სერიას ფასი წლების განმავლობაში დიდად არ ეცვლება ყოველთვის ფასი აქვს ყოველთვის ძვირი ღირს და მოტოებში ეს ბაიკი არის ზუსტად ეგრე ამას ვამბობ იმიტომ რომ ამ ბაიკის გაყიდვას $4000 და $5000 ნამდვილად არ ვაპირებდი შესაბამისად ედო ფასი მის მინიმუმი რაც ედო და როცა გამოჩნდებოდა ის ადამიანი ვინც აფასებს ამ ბაიკებს ის იმ თანხას უპრობლემოდ და უფიქრებლად გადაიხდიდა ძალიან მინდოდა აი ძალიან მინდოდა რომ ქართველს ეყიდა ეს ბაიკი ისეთივე სიამოვნება მიგეღოთ როგორც მე ვიღებდი მაგრამ ნუ არ ქენით ძმაო ეგ კი არა ინდუსებიც იყვნენ მოსული ინდოეთი კიდე როგორც ბრიტანეთის ყოფილი კოლონია ბრიტანეთზე ყველაფერი იციან მაგ ჩემისებმა ამ ბაიკებზე ნადირობა არის გამოცხადებული მთელი მსოფლიოს მასშტაბით როგორც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იმიტომ რომ აღარ იწარმოება ფიზიკურად ხოლო რა იქნება შემდეგი ბაიკი ეგ უკვე ჩემთვისაც გამოცანად რჩება ბოლომდე იცით რომ მე ერთ ბრენდზე ჩაციკლული არ ვარ არა აქვს მნიშვნელობა რა ბრენდის ბაიკი მეყოლება თავარია მე მომანიჭოს ბედნიერება და იყოს კარგი მოდელი საიმედო ან თუნდაც არასაიმედო თავარია მე ვიღებდეს სიამოვნებას და თქვენს ვიდეოს ყურებისას რაკეტა ხარ იმენი ამდენი წლის მერე აი ერთი პრობლემა გვაქვს სარკე მარჯვენა სარკე ცოტა ლაყლაყებს მოირყა კბილები არის შიგნი კარგად გასასწორებელი რუსთავის ავტობანი იყო ის ადგილი სადაც პირველად გავტესტე ამ ბაიკის მაქსიმალური სიჩქარე უკანასკნელი სწორი მონაკვეთი უკანასკნელი ჩაჭერა
მოგონებებს მიღვიძებს. თავისი 250. გიჟი მოტოციკლეთი ხარ, გიჟი ხარ. ამდენი წლის მერეც კი 1000 გიჟობების, რბოლების, შეჯიბრებების, მოგზაურობების მერე. ზუსტად ის ემოცია, რაც მაშინ მქონდა ყიდვისას. იგივე ძალა, იგივე აჩქარება. ასეთ მოტოებში ფულის გადახდა არ დაგენანოთ არასდროს. ასეთი მოტოს ყოლა, არის თელესიამოვნება. A few minutes later. თვალიერებაც უპრობლემოდ გავიარეთ. ვინკოდი თავის ადგილზეა. ოჰოჰოჰოჰო, გეიძმაო, პალი რო გამოიყვანს ამას. Later. ვაიმე, რა კარგი BMW ყავთ? მოკლედ, ჩემი აღარ არის. ერიკის სახელზე გადავაფორმეთ და დღეს ბათუმში ჩაუყვანს ამ ბაიკის უკრაინელ მფლობელს თავად. ბრელოქს ვერ გავატან, იმიტომ რომ ჩემი სახელობის არის. ეთმა კარგმა კაცმა მაჩუქა, გამომწერმა და სხვას არაფერში დაჭირდება. აბა როგორი შენიცი ახლა კი ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მოტობლოგერი ვარ მოტოციკლეთის გარეშე. თუმცა ეს რა თქმა უნდა დროის ამბავი არის და არის ფიქრობთ, რომ ამ შუალედში კონტენტი მოგაგდებათ პირიქით. უფრო გაიზრდება. იწერს. მოკლედ, არ გაგიჟდეთ, არ გადაირიოთ. ჩემი მოტო ეს არ არის. აპრილია RS660, ვისაც გაინტერესებთ და მიმოხილვა არ გინახავთ, არხზე დევს უკვე ვიდეო. მე მაქვს თქვენთან ასეთი ახალი ამბავი და შემოთავაზებაც. დაემატება არხს ვიდეოების ახალი სერია, სახელწოდებით დღის მოტო, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ეპიზოდში ვიქნები ყოველთვის ახალი ბაიკით, სხვადასხვა ბაიკებით. ეს იქნება ჩვეულებრივი ტიპის ეპიზოდები, გასეირნებები, მოგზაურობები, სხვადასხვა საკითხის განხილვები, მოკლედ ის, რასაც ვიღებ და თქვენ გიყვართ. შესაბამისად, თუ თვლით და გსურთ, რომ თქვენი ბაიკი იხილოთ ჩემს არხზე, შემომთავაზეთ თქვენი ბაიკები და ამ ყველაფერთან ერთად ამ კონკრეტული ბაიკის 2-3 წუთიანი ლამაზი კადრები, მოკლე მიმოხილვა სხვადასხვა ბრენდზე და მოდელზე მიიღებთ საბოლოო ჯამში ინფორმაციას და საომავლოდ, როდესაც მიმოხილვას ნახავთ ამა თუ იმ ბაიკზე, გეცოდინებათ უკვე წინასწარ თუ რას უნდა ელოდოთ და მგონი, რა ვიცი, საინტერესო იქნება ნაზავი ბევრი ინფორმაციის, ბევრი საინტერესო კადრის. დროებით, სანამ ახალ ბაიკს ვიყიდი, გადავიღებ ხოლმე ასეთი ტიპის ეპიზოდებს და თუ საინტერესო აღმოჩნდა, საომავლოთაც შეიძლება მსგავსი ფორმატის გაგრძელება. წამოვიდა თბილისური სიცხეები. ეს რა შვება?
ხოლო რაც შეეხება დაიტონას, ჩვენი გზები ასე გაიყარა. მომიწია სამწუხაროდ დამშვიდობება. უბრალოდ სიახლე მინდოდა, ახალი გამოწვევები, ეგ იყო მთავარი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ტრიუმფს სხვა სპორტბაიკი არ ახავს, ხოლო ჩემი სიყვარული სპორტბაიკების მიმართ კი იცით როგორიც არის და იმის გათვალისწინებით, რომ ტრიუმფი ბოლო 10-15 წელიწადში ძალიან ისეთ რეპუტაციულ, საიმედო და დიდ ბრენდად ჩამოყალიბდა. მე ვფიქრობ მომავალში კიდევ მექნება ტრიუმფებთან შეხება, თუმცა დიდი ალბათობით ახლა არა. ახლა რაღაც ახალი მინდა, ნახოთ რა იქნება. აპრილია ესეთი სოლიდურია ზემო და როზი ხარ დაიტონაზე დიდი არის, მაგრამ ახალბედების მოტუვა. შარშანდელ სეზონზე ერთ-ერთმა ახალმა მოტობლოგერმა თავის უჩვეულო მოდკასტში მიმიწვია, იყო ასეთი ეპიზოდიც, სადაც მოძრავი ბაიკებით საუბრობდით ერთმანეთში, პოდკასტი იყო. ლაშას რაღაც სიახლეები აქვს, მოგზაურობები, დიდ ტურს ვაპირებო. ნახოთ ერთი რას აპირებს. ახალი სათამაშო, ხავს? აბა რა ხდება დინჯი მოტოციკლეტისტების სამყაროში? მოგესალმებით მეგობრებო. რა ხდება და გვიხარია, მოვიდა სეზონი, ვიწყებთ მოგზაურობებს, ვიწყებთ ფესტივალებს, გართობას. პირადად შემგეგმებს რაც შეეხება საქართველოს ტური მაქვს ეხლა და მოვივლი ყველა კუთხეს. განსაკუთრებულ რაღაცას ვაპირებ ამ ტურში, არ იქნება მხოლოდ უბრალოდ მოგზაურობის ვიდეოები. ჯერ ერთი ჩემთავთანაც და საქართველოსთანაც მართალი ვიყო. და მეორე მოვაგროვებ ამას, რა ეხლა ეგრევე არ დავყრი და წასული რო ვიქნები საზღვარგარეთ, დავდებ ხოლმე საქართველოს ტურიდან. მერე ევროტური და მერე დავბრუნდები სამშობლოში და გავაგრძელებ ისევ იუთუბერულ მოღვაწეობას. წარმატებებით მოო. დიდი მადლობა. და ლაშას არხის გამოწერა არ დაგვაუწყდეს, რა თქმა უნდა. მადლობა. წარმატება. ერთ-ერთ წინა ვიდეოში ვახსენე რომ ვაპირებ მანქანის შესვლასაც ბაიკის პარალელურად. ქართველ ტოპ ავტობლოგერებს თუ გადავხედავთ, ჩემი ბიუჯეტი რაც გამოყოფილი მქონდა მანქანის საყიდლად, იმათთან სასაცილოდ ჟღერს. მაგრამ არ დაგვაუწყდეს ის ფაქტი, რომ მე მოტობლოგერი ვარ, ადრენალინისთვის, ხულიგნობისთვის მოტოციკლეტი მყავს, ხოლო მანქანა თავარია იყოს ტევადი, პრაქტიკული, გამძლე და ამ ყველაფერთან ერთად ცოტა სპორტული ხასიათის თუ ექნება, იდეალურია. არჩევანი შევაჩერე უნივერსალზე, ევროპაში ძალიან პოპულარული. აგერ ჩვენთან ბოლოს გიორგი სარიშვილმა გააკეთა პროექტი დაასრულა M3-ის უნივერსალი, BMW ულამაზესი მანქანა გამოვიდა. მოკლედ შინაარსით მინდა რაღაც ეგეთი. უბრალოდ ცოტა ბიუჯეტურად. დაწერეთ თქვენი ვარიანტები, თუ რა მანქანა შეიძლება იყოს ეს, რომელი ბრენდის. შემდეგ ვაპირებ იმ მანქანაზე რაღაცეების გადაკეთებას, ფერის შეცვლას, კომპანიები, ვისაც სურთ თანამშრომლობა, მე მზად ვარ. ვისაც გაქვთ ავტოსერვისი, გაიხედია. მე ღია ვარ თანამშრომლობისთვის. შევმატოთ საქართველოს ქუჩებს მორიგი ლამაზი მანქანა. ხოლო მაგის შემდეგ კი უკვე მოტოციკლის ჯერი დადგება, უბრალოდ ძალიან ცუდ დროს გაიყიდა დაიტონა. ზამთარში რო გაყიდულიყო, უკვე ნაყიდი მეყოლებოდა ახალი ბაიკი. ხოლო ახლა შუა სეზონში ცოტა რთულია და დროში იწელება იქ ყველაფერი. თან მინდა ისეთი სახასიათო და კარგი მოტოციკლეტი ვიყიდო, თორე დღეს რო შემიძლია წავიდე და რაიმე უბრალო ბაიკი ვიყიდო. დღეისათვის ულეს იყო, გამოიწერეთ არხი, აგრეთვე გადადით ინსტაგრამზე, ფეისბუქზე, მად წინასწარვდებ ხოლმე სიახლეებს ამა თუ იმ ეპიზოდზე და ინსტაგრამის გამომწერები წინასწარ ხვდებიან ხოლმე თუ რა იქნება შემდეგი ეპიზოდის თემა.
შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში და როგორც ყოველთვის დროებით თუმცა რა ხდება? ნამ. აბა რა ხდება? დინჯი მოტოციკლეტი